Așa biznes კონტაქტი კვლავ ეთერშია. საქართველოს doing business-ის რეიტინგში მსოფლიო 1000-ში აღარ შედის. მთავრობა ძირითად მიზეზად კვლევის მეთოდოლოგიურ ცვლილებას ასახელებს. შეცვლილა თუ არა კვლევის მეთოდოლოგია, ადრეც და რამდენად არის შესაძლებელი მეთოდოლოგიის ცვლილებამ ქვეყანას რეიტინგში 7 ადგილი დააკარგვინოს. შევეცდებით გადაცემის მსვლელობისას ამ და სხვა კითხვებს ჩვენ სტუმრებთან ერთად გავცეთ პასუხი. პირველი პირდაპირ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირმა ქავთარაძე გვერდება. ქალბატონო ირმა მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. ქალბატონო ირმა, მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა 2008 წელსაც, როდესაც doing business-ის რეიტინგიდან ამოიღეს დასაქმების ინდექსი და დასაქმების ინდექსის მიხედვით საქართველოს მაშინ მსოფლიო 1000-ში შედიოდა, თუმცა ამან საერთო პოზიციაზე ქვეყნის მხოლოდ 2 ადგილით გააუარესა საქართველოს პოზიცია. რა მოხდა დღეს, რა შეიცვალა ისეთი მეთოდოლოგიაში, რომ საკმაოდ დრამატულია. მოგესალმებით, მადლობთ რომ მომეცა შესაძლებლობა განმარტება გავაკეთო. პირველ რიგში მინდა გითხრათ განსხვავება მეთოდოლოგიის ამ ცვლილებასა და ადრე განხორციელებულ ცვლილებას შორის. მაშინ თუ ამოღებული იქნა ერთი კომპონენტი და ეს რეიტინგი ანგარიშება კომპონენტების მიხედვით, ამ შემთხვევაში მთლიანად მეთოდოლოგია არის შეცვლილი, დათვლის მეთოდი. ანუ ადრე დათვლა ხდებოდა პროცენტული რანგირების მეთოდით, ხოლო ამ შემთხვევაში დათვლა უკვე მოხდა საუკეთესო შედეგიდან დაშორების მიხედვით. ანუ მთლიანად მეთოდი არის შეცვლილი. ასევე მინდა დაზუსტება გავაკეთო. არ ყოფილა საქართველოს პოზიციის შეცვლა 6-7 პუნქტით, როგორც იყო ნახსენები. მსოფლიო ბანკმა თვითონ მოახდინა გადაანგარიშება ამ მეთოდოლოგიით იმ რანგისა, რაც საქართველოს ექნებოდა წინა წლებში და ეს გახლავთ მე-14 ადგილი. შესაბამისად ჩვენი ადგილის ცვლილება მოხდა მხოლოდ ერთი პუნქტით და არა 7 პუნქტით. თუმცა წინა კვლევაში გამოვიდა რომ მერვე ადგილი სინამდვილეში მე-14 სტოლი იყო, ასე არ გამოვიდა? დიახ, მერვე ადგილი არის მე-14 ადგილი სწორი ამ მეთოდოლოგიით. კი ბატონო, ქალბატონო ირმა, მე რანგირებაზე და იგივე პროცენტულ რანგირებაზე ოდნავ მოგვიანებით გითხავთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ განმარტებების გაკეთება მოგიწევთ ბატონი მინისტრის განცხადებაზეც, რომელიც ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ პირდაპირ ეთერში, მან ისაუბრა, რომ ასოცირების ხელშეკრულების 3 წლიანი გეგმა, ანუ გათვალისწინებულია იგივე საკანონმდებლო პაკეტის დანერგვა, რომელიც გარკვეულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული და რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს რყევები. ქალბატონო ირმა, მე მაინტერესებს ეს ცვლილებები და ეს რყევები არის თუ არა პოზიტიურისკენ მიმართული და შესაძლებელია თუ არა რომ იგივე ამ რყევებმა თუნდაც გააუარესოს საქართველოს მდებარეობა, ასე ვთქვათ, რეიტინგში. ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, პოზიტიურისკენ არის მიმართული და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ხელში უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. რაც შეეხება ამ რეიტინგს, მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი, რომელიც არ განსაზღვრავს მთლიანად ქვეყანაში ბიზნეს გარემოს ავკარგიანობას. შესაბამისად, იმ რეგულაციების მიღების შედეგად, რომლის მიღება საქართველოს მოუწევს, რა თქმა უნდა, ზოგიერთი რეგულაცია იქნება უფრო სტრუქტურიზებული, უფრო გამკაცრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად ბიზნეს გარემო საქართველოში გაუმჯობესდება, თუმცა რეიტინგზე, რომელიც მხოლოდ ბიზნესის კეთების სიმარტივეს, ეს შეიძლება არ გასაგებია, თუმცა რეიტინგებზე ოდნავ მოგვიანებით და რეიტინგის მნიშვნელობაზე ოდნავ მოგვიანებით გეტყვით, თუმცა უკვე სკეპტიკოსები გამოჩნდნენ, რომლებიც საუბრობენ, რომ თუ თქვათ საქართველოსთვის უარესდება პოზიცია, რატომ არ უარესდება სხვა ქვეყნებისთვის და რატომ ინაცვლებს საქართველოს თქვათ სიტყვაზე მე-15 პოზიციაზე. და იგივე რაც თქვენ ახსენეთ, იგივე ასოცირების ხელშეკრულების ჭრილში ეს პოზიტიური ნაბიჯები უნდა აისახოს თუ არა თუნდაც რეიტინგებზე. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პოზიციის გაუარესება არ მომხდარა. საქართველოს წინ იყო 13 ქვეყანა და იგივე 13 ქვეყანა და უბრალოდ დაემატა მხოლოდ ირლანდია არის ეხლა საქართველოს წინ. ეს ქვეყნებია სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, დანია, გერმანია და ასე შემდეგ. ერთადერთი ქვეყანა, მინდა ამას ძალიან მკაცრად გაუსვა ხაზი, რომელმაც გააუმჯობესა მდგომარეობა საქართველოსთან შედარებით, გახლავთ ირლანდია. დანარჩენი ჩვენს წინ არიან ისევ იგივე ქვეყნები, იმავე რაოდენობით, რაც იყო წინა ქალბატონო ირმა, ჩვენ ვესაუბრეთ ამ რეიტინგის შემქმნელს ბატონ სიმეონ ჯანკოვს, რომელიც საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა და მან გვითხრა თუ როგორ შეიძლება მეთოდოლოგიის ცვლილება აისახებოდეს პოზიციას, ქვეყნის პოზიციაზე, ესე ვთქვათ, რეიტინგში და ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს კომენტარი მოვისმინოთ.
იმდინარე წელს რეიტინგის მართლაც შევიდა, მათ შორის რამდენიმე ინდიკატორში, განსაკუთრებით კი გაკოტრების პროცედურებთან დაკავშირებით. წელს გაიზომა არა მხოლოდ კანონმდებლობა, რომელიც ამ პროცედურებს არეგულირებს, არამედ ისიც, თუ რამდენად მუშაობს პრაქტიკაში ის, რაც ფურცელზე კანონში წერია. იმ შემთხვევაში, თუ პროცედურებისი არ შესრულდება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მაშინ ქვეყანა დაჯარიმდება. ქალბატონო ირმა, თუ შევხედავთ, ესე ვთქვათ, გაკოტრების პროცედურას, რაზეც საუბრობდა ბატონი სიმეონი, ჩვენ ვხედავთ, აი აქ შეგვიძლია მაყურებელსაც ვაჩვენოთ, ესე იგი, ამ კომპონენტის მიხედვით საქართველო არის 122 ადგილზე, ხოლო საუკეთესოსგან დაშორების მხრივ, ანუ ერთ-ერთი ცვლილება მეთოდოლოგიური აჩვენებს, რომ საკმაოდ რთული ვითარება აქვს საქართველოს ამ შემთხვევაში ყველა სხვა კომპონენტთან შედარებით. ანუ ეს ამ კომპონენტს შეაქვს წილი პოზიციის ცვლილებაში რეიტინგში. ამ კომპონენტს ისევე როგორც ყველა სხვა კომპონენტს თავისი წილი შეაქვს, მაგრამ მადლობთ ამ შეკითხვისთვის, ყურადღება მიაქციეთ, რომ საქართველოს პოზიცია ამ კონკრეტულ კომპონენტში წინა წელს იყო 130 ადგილი. ანუ ჩვენ ვაპუნქტით გაუმჯობესებული გვაქვს ამ შემთხვევაში მდგომარეობა. გაკოტრების კანონში 2006 წლის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა, მთავრობა ამ გაკოტრების კანონზე და მის აღსრულებაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს და შესაბამისად ეს დადებითად აისახება მომავალ რეიტინგებში. თუმცა ხაზი მინდა გაუსვა, რომ წელს პოზიცია გაკოტრებასთან მიმართებით 8 პუნქტით პირიქით გაუმჯობესებულია. კიდევ ერთი რამე, თუ შეიძლება, ერთი რამე მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ ეს რეიტინგი არ ზომავს ქვეყნის პროგრესს წინა წლებთან მიმართებაში. რეიტინგი ზომავს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო შედეგიდან დაშორების მაჩვენებელს. ამას რატომ ვამბობ იცით, რომ საქართველოს პროგრესის სახეზეა და ბევრ კომპონენტში საქართველოს შედეგი არის გაუმჯობესებული წინა წლების შედეგთან მიმართებით. სამ კომპონენტში ჩვენ გვაქვს უფრო ქვედა, ანუ სამ კომპონენტში ერთი პუნქტით ქვემოთ კი ჩამოვედით, მაგრამ შედეგი საქართველოსი არის გაუმჯობესებული. უბრალოდ რომელიღაცა ქვეყანამ უფრო გაუმჯობესა. აი ბატონი სიმეონ ჯანკოვი ამბობს, რომ რეალურად რომ შევხედოთ, ყველაზე პრობლემური არის გადასახადების გადახდის, ანუ paying taxes კომპონენტი. შეგვიძლია ეს კომენტარი მოვისმინოთ ახლა. თუმცა საქართველოს მდგომარეობა ყველაზე მეტად ერთ კომპონენტში გაუარესდა და ეს მოხდა როგორც ჩარშან, ისე წელს. ეს არის გადასახადების გადახდის კომპონენტი. ამ კომპონენტში საქართველოს რეიტინგში 16 უკან დაიხია, რის გამოც საერთო პოზიციაც გაუარესდა და ეს არ არის გამოწვეული მეთოდოლოგიური ცვლილებებით. ეს რეალურად ასახავს იმ პრობლემებს, რასაც პროცესში ბიზნესი აწყდება. დამატებით საგადასახადო ფორმების შევსება უწევთ, რაც გაცილებით მეტ დროს მოითხოვს ვიდრე ადრე. შედეგად ამ კომპონენტში რეიტინგი გაუარესდა. ამ კომპონენტში არის 16 ადგილით გაუარესება. ანუ რატომ ხდება ეს? დიახ, თუ შეგიძლიათ რომ ამ კომპონენტს განსაზღვრავს სამი ქვეკომპონენტი, რომელთაგანაც ორ ქვეკომპონენტში მდგომარეობა საქართველოსი არ შეცვლილა და მხოლოდ შეიცვალა ერთ ქვეკომპონენტში, რომელიც განსაზღვრავს დროის რაოდენობას, რომელიც სჭირდება კომპანიას საგადასახადო დეკლარაციის შევსებაზე. საგადასახადო დეკლარაციის შევსების კუთხით შარშანდელ რეიტინგში გამოკითხული იყო სხვა ზომის კომპანია, რომელიც არის მცირე და საშუალო ზომის კომპანია, ხოლო ამ შემთხვევაში უკვე ეს კომპანია გაიზარდა და არის უკვე მსხვილი კომპანია და შესაბამისად მას ბუნებრივად მოუწია უფრო სხვა დეკლარაციის შევსება, რომელიც არის 12 გვერდიანი. შესაბამისად აი ამან გამოიწვია იმ დროის გაზდა, რომელიც ამ კომპანიას სჭირდება დეკლარაციის შესავსებად. აი ეს არის და ეს. ბატონო ირმა, ბატონმა ჯანკოვმა ასევე პოტენციური ინვესტორებისადმი მიმდინარე რეფორმებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება ურჩია, ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობას, თუმცა ბატონი ჯანკოვი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამაზე საუბრობს. ბიზნეს კონტაქტს დაახლოებით ერთი თვის წინ ჰქონდა საშუალება, იგივე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ბატონი მიხაილ კურიაჩევი ჩაეწერა, რომელიც ასევე ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე რეფორმების კუთხით. და ის ასევე რეკომენდაციის სახით აძლევს მთავრობას რჩევებს, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს, ასე ვთქვათ, ის ნაბიჯები და სიგნალები პოტენციური ინვესტორების მისამართით. ქალბატონო ირმა, ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ იგივე ბატონი მიხაილ კურიაჩევის პოზიცია და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. მაგრამ საქართველოს ზუსტად doing business-ის პარამეტრებით ათეულში შედიოდა.
დინამიკა პოზიტიური. საქმე იმაშია, რომ ის პოზიტიური დინამიკა, რაც ქართულ ეკონომიკაში ნამდვილად არსებობდა, შენელდა და ამ ყველაფერს არაერთი კვლევა ადასტურებს. ეს კვლევები ასევე ადასტურებს იმას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება. საქართველოს დღეს განვითარებადი ქვეყნების კატეგორიის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და ეს რეალობაა. და ქალბატონებმა თქვენ ალბათ გქონდათ შესაძლებლობა მოგესმინათ ბატონი მიხაილ გურიაჩევის განცხადება და ამ ყველაფერს ისევე თქვენი ოპონენტები უმატებენ იმას, რომ სახელმწიფო არის უმოქმედოდ, თქვათ ინვესტორებთან მიმართებაში. თქვენ რას დაუპირისპირებდით ამ არგუმენტს? პირველ რიგში მინდა დავაზუსტო, ამავე მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საქართველოს თავის რეგიონში, რომელიც არის ევროპა და ცენტრალური აზიის რეგიონი არის პირველ ადგილზე ამ რეიტინგში, ასევე შემოსავლის მიხედვით 50 ქვეყანას შორის საქართველოს არის ასევე პირველ ადგილზე ამ რეიტინგში, არა მარტო საერთო პირველ ადგილზე, არამედ პირველ ადგილზე არის პირველი ქალბატონებმა ეს ჩვენთვის რაღაც თქმა უნდა ნაცნობი, იგივე 36 პუნქტის რაღაც თქმა უნდა ჩვენთვის ნაცნობია, თუმცა ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვყავდა სტუმრად ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ასევე ისაუბრა რეიტინგების მნიშვნელობაზე და აქედან გამომდინარეობს ზუსტად თემის აქტუალობა და ამიტომ ვინტერესდებით ჩვენ განსაკუთრებულად, რომ თითოეული პუნქტი ალბათ პოტენციური ინვესტორისთვის, ალბათ არა ზუსტად შეიძლება იყოს გარკვეული უხერხულობის შემქმნელი და ზუსტად ამაზე გვაქვს ქალბატონებმა საუბარი. დიახ, დიდი მადლობა და თქვენ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ იმით, რომ აძლევთ საშუალებას ყველა მხარეს, რომ გამოთქვას თავისი აზრი. მე ხა წამოვიღე სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება, რომ ეს ეკრანზე ვაჩვენო რეიტინგები სხვადასხვა, როგორიც არის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, ფრეიზერი და სხვა. ყველა რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ეს მინდა რომ ხაზგასმით თქვა, ჩვენ ალბათ გვექნება შესაძლებლობა, რომ შემდეგ მოგვიანებით მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ამის თაობაზე, რომ მოსახლეობისთვის ყველაფერი იყოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, ანუ 2 წლის დაგვიანებით ქვეყნდება ხოლმე რეალურად, ანუ ეს ინდექსიდან ივნისამდე ზონაში რეალურად. მაგრამ მე ერთ ინდექსი არ ვამბობ, მე მაქვს საუბარი ყველა ინდექსზე. რა თქმა უნდა, ქალბატონო ირმა, კითხავთ, აი თუ შევხედავთ ბოლო წლებში გატარებულ სასარგებლო რეგულაციების რიცხვს, რასაც ასევე ზომავს და ითვლის doing business-ი. ჩვენ შევხედავთ სასარგებლო რისკი ვერ გავიგე კარგად. სასარგებლო რეგულაციების რიცხვს, რომელსაც რაც არის გატარებული კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ვნახავთ, რომ დაუშვათ 2013 წლის რეიტინგის მიხედვით 2012 წელს არის გატარებული 8 სასარგებლო ამ ტიპის ცვლილება. 2014 წლის რეიტინგის მიხედვით 2013 წელს არის გატარებული 1 სასარგებლო ცვლილება, ხოლო 2015 წლის რეიტინგის მიხედვით 2014 წელს არის გატარებული 1 ნეიტრალური ცვლილება. ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ რეფორმების ტემპი არის გარკვეულწილად შენელებული და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ესე სწრაფად ვეღარ მიიწევს წინ რეიტინგ ამ კონკრეტულ რეიტინგში საქართველოს. იცით რა არის გარკვეული შენელება ადრე შეინიშნებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად ვიყავთ ორხელისუფლებიანობის რეჟიმში და აი ამან გარკვეული გავლენა ბევრ საკითხზე მოახდინა. მაგრამ ეს დაძლეულია, მთავრობა მუშაობს ძალიან აქტიურად, ძალიან დიდი ტემპი აქვს აღებული, უბრალოდ ამას ყველაფერს აქვს თავისი ინერცია, რომ ეს გამოჩნდეს და საზოგადოებამ ეს დაინახოს. ძალიან ბევრი რეფორმები არის უკვე დასახული, რომელიც ასე ვთქვათ, რელსებზე დგება და მალე საზოგადოება მის შედეგებს გაიცნობს. ეს არის მაგალითად კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერება და დამსახურებით ალბათ რომ მხოლოდ საზოგადოება არა, ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, მათ შორის მსოფლიო ბანკმაც უნდა დაინახოს ეს ყველაფერი, რომ შემდეგ უკვე აისახოს დეტალურად ეს ყველაფერი რეიტინგებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მსოფლიო ბანკთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ. მომავალ კვირას ჩამოდის მსოფლიო ბანკის მისია, რომელსაც ჩვენ გავაცნობთ ამ რეფორმებს. მსოფლიო ბანკი გვეხმარება კიდეც ზოგიერთი ამ რეფორმის გატარებაში. ჩვენ მათთან ძალიან კარგად თანამშრომლობთ და მე იმედი მაქვს, რომ აი ამ რეფორმის შედეგები ძალიან მალე გახდება ხელშესახები. ანუ ქალბატონო ირმა, თქვენი პროგნოზი როგორია doing business-თან მიმართებაში მომდევნო წლებში პოზიციები საქართველოსი გაუმჯობესებული იქნება თუ გაუარესებული, როგორ ფიქრობთ და რა იქნება ის ფაქტორები, რაც გაუმჯობესებას ან გაუარესებას გამოიწვევს?
ჩემი პროგნოზი, ახლა რეიტინგები, როგორც წეღან ვახსენე, რეიტინგი არის საუკეთესო შედეგიდან დაშორება, რაც არ ზომავს ქვეყნის პროგრესს წინა წელთან მიმართებაში. ჩემი პროგნოზი იქნება უფრო წინა პერიოდთან მიმართებაში, რომ საქართველო აგრძელებს უკეთესი შედეგის მიღწევას, თავისი შედეგის გაუმჯობესებას და პროგნოზი არის ისეთი, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა იქნება უფრო ხელშესახები და საქართველოს შედეგები იქნება გაუმჯობესებული. ეხლა როგორ აისახება ეს რეიტინგში, ამისი თქმა ძნელია, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს შედეგი იქნება გაუმჯობესებული. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. შედეგის გაუმჯობესებაში რეიტინგში ადგილს არ გულისხმობთ, როგორც მივხვდი, მაინც და მაინც. იცით, არის შედეგში მე გულისხმობ იმას, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო არის და იქნება კიდევ უფრო კარგი, ბიზნესის ხელშეწყობისათვის იქნება უფრო მეტი პირობები და ასე შემდეგ. მე ისეთი შევეცდები მშება ქალბატონო ირმა, რომ ალბათ ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკი მაქვს მხედველობაში არის მაინც და მაინც ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა, რადგანაც ჩვენ ასე ღიად ვერ ვსაუბრობთ ეს მომავალ წელს აისახება თუ არა რეიტინგში. გასაგებია რომ არსებობს იგივე რანგირება და პრინციპი, თუმცა დღესდღეობით ჩემი აზრით უნდა არსებობდეს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც დაახლოებით ვერსიის დონეზე მაინც გამოგვათქვევინებს ჩვენ მოსაზრებას თუ რა პოზიცია გვექნება მომავალ წელს. იცით რა არის, ამის თქმა ეხლა არის შეუძლებელი, თვითონ ამ ჯგუფის ხელმძღვანელს რო ვკითხოთ, ისიც ვერ გამოთქვას ვერანაირ ვერსიას ვერცერთ ქვეყანასთან მიმართებით, გამომდინარე იქიდან, რომ მეთოდოლოგიის ცვლილება გრძელდება. როდესაც ჩვენ გვეცოდინება, რომ როგორ იქნება მეთოდოლოგია მომავალ წელს და როგორ იქნება შეფასებული, მაშინ იქნება შესაძლებელი ამ ვერსიის გაკეთება. ეხლა მე რომ გავაკეთო ეხლა აქ რაღაცა პროგნოზები ისე რომ არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება მეთოდოლოგია, რა იქნება გაზომილი, ეს ალბათ არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, ამიტომ მე თავ შევიკავებდი ასეთი განცხადებების გაკეთებისაგან. ჩვენ ვიცით რომ ამ მეთოდოლოგიაში დაემატა ისეთი კომპონენტები, რომლებიც წინა მეთოდოლოგიაში არ იყო, თვითონ დათვლის წესი შეიცვალა, შესაბამისად სანამ არ მეცოდინება თუ რა კომპონენტები იქნება მომავალ წლის მეთოდოლოგიაში, ამის თქმა ძნელია, რა თქმა უნდა. კი ბატონო, იმედია რანგირება არითმეტიკასთან არ არის დაკავშირებული. ქალბატონო ირმა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ვიყავით დღეს ჩვენი სტუმარი. მაყურებელს კი შევახსენებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირმა ქავთარაძე პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის კითხვებზე და აქვე ელენე მე იმედს გამოთქვამ, რომ EBRD 2015-ის მსგავსი კონფერენციები საქართველოში უფრო ხშირად გაიმართება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან რაც შეიძლება უფრო მეტი კოორდინაცია იყოს, რომ მომავალ წელს ჩვენ ელემენტარულად პროგნოზის დონეზე მაინც შეგვეძლოს იმის ვარაუდით, რა პოზიცია გვექნება. ეხლა კი საინტერესო რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ საინტერესო სტუმართან დაგიბრუნდებით დროებით. არ გადაარჩეთ.